Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი ცხრაზე. პოლიტიკური დისკუსია უნდა დათანხმდეს თუ არა ქართული მხარე აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მონაკვეთის გახსნას. კავკასიურ სახლში დღეს პოლიტოლოგები შეიკრიბნენ. ერევანი, თბილისი, სოხუმი, მოსკოვის ხაზის აღდგენის მიზანშეწონილობაზე ერთმანეთს ოპონირებას ქართველი და რუსი სპეციალისტები უწევდნენ. ექსპერტებთან ერთად რკინიგზის თემაზე დეპუტატებიც ვერ თანხმდებიან. დისკუსიის მონაწილე რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნა როგორც თბილისისთვის, ისე სოხუმისთვის მომგებიანი იქნება. მისი ქართველი ოპონენტი, საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაცია გრასის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ რკინიგზის გახსნაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გაურკვეველია რა ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს პროექტი ქართულ მხარეს. საქართველოსთვის მოგება იმაში გამოიხატება, რომ ამ რკინიგზის გახსნით რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლა გამარტივდება. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის იხსნება, ეს წაახალისებს ქართულ ნაციონალურ წარმოებასაც. ეს პროექტი ასევე ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებათა დიალოგის აქტივიზაციას შეუწყობს ხელს. აფხაზური რკინიგზის გამო საქართველოს მიიღოს მოგება, უნდა სრულდებოდეს, უნდა კმაყოფილდებოდეს კონკრეტული პირობები. პირველ რიგში ეს მოგება შეიძლება იყოს სხვა ტიპის, ანუ ჩვენ არა ვართ მთავარი მხარე, რომელიც აქედან მიიღებს რაიმე ტიპის მოგებას. ეს არის პროექტი, რომელიც მოგებას მოუტანს მოსკოვს, მოგებას მოუტანს ერევანს, მოგებას მოუტანს სოხუმს, თუმცა საქართველოსთვის ძალიან ნათხლად არ ჩანს აქედან რა ტიპის ეკონომიკური მოგება შეიძლება იყოს. პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის აზრით, აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა ქართული ეკონომიკისთვის მომგებიანი იქნება. თუმცა ამბობს, რომ რკინიგზის გახსნამდე რიგი საკითხებია მოსაგვარებელი. ეკონომიკური სარგებელი ამ რკინიგზის გახსნით ცალსახად არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი და ანუ ამ თვალსაზრისით ჩვენ არ უნდა გქონდეს არანაირი ალბათ რაღაც წინააღმდეგობა. უპირობოდ გახსნა რკინიგზის შეუძლებელია უბრალოდ, იმიტომ რომ არის აი რიგი საკითხების, მაგალითად ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებას ვინ უზრუნველყოფს, თქვათ იგივე საბაჟო საკითხები, იგივე თქვათ საერთაშორისო კონტექსტი. აფხაზეთის სარკინიგზო თემაზე განცხადებები დღეს პარლამენტშიც გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობა ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულებით სარკინიგზო მაგისტრალის რეანიმირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ სატრანზიტო მიმართულებების დივერსიფიცირება ქვეყნის ეკონომიკისთვის მომგებიანი იქნება. რუსეთის სატრანსპორტო ორგანიზაციის მხრიდან კეთდება განცხადება, რომ ისინი ელოდებიან წინადადებებს საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით. ხომ არ გახსენებთ რომელიმე ისტორიულ მონაკვეთს ბოლო 200 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთი თავისთვის სასურველ ინიციატივას აფორმებდა საქართველოდან წამოსულ წინადადებად და შემდეგ შემხვედრად უხვედრებდა ხოლმე გარკვეულ პირობებს. მე იმაჩნია, რომ რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება საქართველოს ტრანზიტული მიმართულებები, მით უფრო მეტ სარგებელს ნახავს საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთთან მიმართებაში აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული კითხვები არსებობდეს, რისკები არსებობდეს, თუმცა მას შემდეგ რაც ეს რისკები აიწონება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც წარადგება ქვეყანას. სოხუმი თბილისის სარკინიგზო მაგისტრალზე მატარებელმა უკანასკნელად 1992 წლის 14 აგვისტოს გაიარა.